ეთილი, მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია, რომ შემოგვიერთდით. დღეს ჩვენ გვაქვს სემინარი ნევროზის ეტიოლოგია და კლინიკური შემთხვევების განხილვა და ნევროზზე როცა ვიწყებთ საუბარს, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლით. ფროიდს უფრო მეტიც ფროიდით ვიწყებთ. ფროიდამდე ძალიან მოკლედ მექნება მიმოხილვა, რა ხდებოდა ნევროლოგების მიერ, როგორ აღიქმებოდა ნევროზი და ფსიქიკური სტრუქტურა ზოგადად. ფროიდამდე ნევროლოგების მიერ ფსიქიკური სტრუქტურის უარყოფა ხდებოდა და მთლიანად ფიზიოლოგიაზე იყვნენ ორიენტირებული და ფიზიოლოგიურ სიმპტომატის მკურნალობაზე. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ფარმაკოთერაპია, რომ ფიზიოლოგიური სიმპტომი მოხსნილიყო და ფსიქიკის საკითხს უფრო შამანებისთვის გადაულოცავდნენ ხოლმე და თვლიდნენ, რომ ფსიქიკა ეს არის ესეთი რთული პროცესი, რომ მათ შამანები თუ შეძლებენ და მიხედავენ. ამიტომ მათთვის მაგალითად ისეთი ისტერიული დამბლა აიხსნებოდა როგორც ტვინის უბნების ფუნქციონალური დარღვევა და არა ფსიქიკური პროცესებიდან გამომდინარე სიმპტომები. მას შემდეგ რაც უკვე ფროიდი დაინტერესდა ჰიპნოზით და ჰიპნოზი შემოდის მედიცინაში, ნელ-ნელა ხდება ფსიქოანალიზის ჩამოყალიბება და ჩვენ ვიცით, რომ ჰიპნოზს ძალიან დიდი როლი აქვს ფსიქოანალიზის ჩამოყალიბებაში და შეიძლება ვთქვათ, რომ მემკვიდრეც კი არის ფსიქოანალიზი ჰიპნოზის, იმიტომ რომ საწყისად ჰიპნოზით დაინტერესდა ფსიქიკური სტრუქტურით ფროიდი და მერე უკვე რაღაც ეტაპის შემდეგ შარკოსთან და ბროიერთან მუშაობის შემდეგ გადავიდა უკვე თავისუფალ ასოციაციებზე. ჰიპნოზზე და ისტერიაზე დიდხანს არ გავჩერდები, იმიტომ რომ დაახლოებით ერთვის უკან სხვა მომხსენებელს ჰქონდა ამაზე სემინარი და აღარ გავმეორდები. და დავიწყებ პირდაპირ ნევროზზე და ნევროზის ეტიოლოგიაზე. ფროიდი ნევროზს განმარტავს როგორც კონფლიქტს მის და იგის შორის და თავის ნაშრომში მე და იგი აღწერს ნევროზის წარმოშობას. როდესაც წარმოიქმნება მძლავრი ლტოლვის იმპულსი, რომელიც მეს საფრთხეს უქმნის, მეს მიერ ხდება განდევნილი, აღკვეთილი, ცნობიერი მდგომარეობიდან და არ ხდება მისი ქცევაში განხორციელება, ქცევაში დასრულება. შესაბამისად, როდესაც ქცევაში არ ხდება დასრულება, განდევნილი იმპულსი არსად არ ქრება და იგი სიმპტომის სახით გვევლინება. ასეთ შემთხვევაში მე ცდილობს, რომ თავი დაიცვას განდევნის მექანიზმით, რადგან თვლის, რომ იმპულსი, რომელიც იგისგან არის წამოსული, არის მისთვის მუქარა, ემუქრება და შეიძლება რაიმე დანაკარგი განიცადოს. დაუპატიჟებელი სტუმარიც კი შეიძლება ვუწოდოთ მას. ეშინია რომ დაუშვათ არ დაკარგოს თავისი სტატუსი და ამიტომ მთლიანად ცდილობს იმპულსის განდევნას, რომელიც მერე უკვე გვიბრუნდება სახელცვლილად სიმპტომის სახით. და სწორედ ამ დროს ყალიბდება ნევროზი. ფსიქიკას რთული სტრუქტურა აქვს, ის იერარქიული წყობისაა და ურთიერთსაპირისპირო იმპულსების სიმრავლეა, რომლებიც განხორციელებას ესწრაფვიან მუდმივად. სწორედ ამ ურთიერთსაპირისპირო იმპულსების ფუნქციონირებისათვის საჭიროა, რომ უმაღლესი ინსტანცია დროულად იღებდეს ინფორმაციას და ნებელობაც ახდენდეს ზემოქმედებას. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ფროიდი ამბობს, რომ მე ყოველთვის საიმედოდ ფუნქციონირებს, იღებს სრულ ინფორმაციას და აგზავნის განკარგულებებს, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებულად მოქმედებს, როდესაც საქმე ნევროზებს ეხება. ნევროზების შემთხვევაში მე გრძნობს საფრთხეს და თითქოს უხერხულობას, ფროიდი ამას აღწერს როგორც საკუთარ სახლში უხერხულობის განცდას. და მისი ძალაუფლება თითქოს ვერ ახდენს ამ მდგომარეობის მოგვარებას. აღმოცენდება ისეთი აზრები, რომელთა შესახებაც მან თითქოს არაფერი არ იცის და ამიტომ ცდილობს ამ ყველაფრის განდევნას იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას. მე უარყოფს როგორც უცხო წარმონაქმს მას და აძლიერებს თავის დაცვით მექანიზმებს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში არის გაოცება, რატო არის ის უნარწართმეული და ვერ უმკლავდება იმპულსს, მაშინ, როდესაც გარედან მომავალ ნებისმიერ სტიმულს ძალიან წარმატებულად გადაჭრეს.
აა ასეთ შემთხვევაში ფროიდი გვეუბნება, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე დავიწყე ფსიქოანალიზზე მუშაობა, ფსიქიატრები და ნევროლოგები მეს ამ მდგომარეობას დეგენერაციის მემკვიდრეობას უწოდებდნენ და კონსტიტუციონალურ სისუსტეს. მაშინ, როდესაც მე უკვე ფსიქოანალიზით ვცდილობ ავხსნა ეს მოცემულობა. თუ რატომ ხდება მის მიერ განდევნა და როგორ ხდება სახეცვლილი სტიმულის დაბრუნება. კი ბატონო. აა, როდესაც ადამიანმა როდესაც შემოვიდა სტიმული და გადააფასა მე საკუთარი შესაძლებლობები, მან გადაწყვიტა რომ მართოს თავისი სურვილები. ხო? და სწორედ ამ დროს, განსაკუთრებით სექსუალური ლტოლვის მართვის დროს, მე იწყებს განდევნის მექანიზმის ამოქმედებას, იმისთვის, რომ ის იყოს მისაღები მორალური და კულტურისთვის, ანუ მისაღები ქცევა განახორციელოს. ის ახდენს რეპრესიას საკუთარი სურვილის და სწორედ ამ დროს სიმპტომი ბრუნდება სხვადასხვაგვარი სახით, თუმცა სიმპტომი არასოდეს არ არის სექსუალური ხასიათის და ძირითადად ვლინდება ხოლმე შფოთვების სახით, როგორც არის პაროქსიზმული შფოთვა, პანიკური შეტევები, შიშები, ფსიქონევროზები, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები. ადამიანი ფროიდი გვეუბნება, რომ ადამიანი განდევნის მიუხედავად სრულად ვერ თოკავს თავის სექსუალურ ტოლვებს და სულიერი პროცესები, ანუ არაცნობიერში აგრძელებენ ცხოვრებას. და ისინი მუდმივად ცდილობენ, რომ დაბრუნდნენ ცნობიერ მდგომარეობაში და განხორციელდეს ქცევაში. ანუ შესრულდეს ქცევა. ამ დროს მის ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება ყოველი შემდგომი ცნობიერში ყოველი შემდგომი ლტოლვის დაბრუნების დროს, რომ განდევნოს და რაც უფრო ხშირად ხდება განდევნა, მით უფრო მეტად იმატებს შფოთვის დონე და ვითარდება პაროქსიზმული ან შფოთვა ან პანიკური შეტევა. ფროიდი ასევე საუბრობს აკვიატებულ მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანები ცდილობენ აკვიატებული ქცევის საშუალებით განდევნონ იმპულსები, რომელიც მათ ხელს უშლის, იმისთვის, რომ ცნობიერ დონეზე იფუნქციონირონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიზმარში გამოვლენილი აკრძალული სურვილები და ჩვენ ვიცით, რომ ფროიდს ძალიან დიდი ნაშრომი აქვს სიზმარზე მიწყვნილი და სიზმარში ხდება აკრძალული სურვილების გამოვლენა მანიფესტურ შინაარსში. და როდესაც ხდება განდევნილი სურვილის დაკმაყოფილება, ხშირ შემთხვევაში სიზმარი შეიძლება იყოს სახეცვლილი სახით, ანუ სურვილი სიზმარშიც კი პირველადი სახით არ გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევაში შუქსავანთ ეფექტს ამით გავახსენებ. როდესაც სიზმარზე ვსაუბრობთ, მე მახსენდება ერთი ჩემი შემთხვევა პრაქტიკიდან, როდესაც ერთ-ერთი ჩემი პაციენტი ერთ სესიაზე მოდის და მეუბნება, რომ ძალიან უცნაური სიზმარი ნახა და მისი სიზმარი ასე გამოიხატებოდა, მიყვება, რომ მას ეცვა პატარძლის თეთრი კაბა, იჯდა მაღალ სკამზე, ბარის სკამები როა ხოლმე მაღალ ფეხებზე, სკამი იყო ქუჩაში, ოღონდ ვიწრო ტროტუარზე და გარშემო ვინც იყვნენ, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი იყო და ამ რამოდენიმე ადამიანში მკვეთრად ხედავდა ორ ქალბატონს, ეს იყო დედა და დედამთილი. და ის ამბობს, რომ ეს ძალიან უცნაური სიზმარია და თანხმობით ამბობს, რომ იმედია მეორედ არ ვთხოვდები. როდესაც დავიწყეთ საუბარი, მან პირველი რაც თქვა, ის თქვა, არა, მე არანაირი კონფლიქტი არ მაქვს, რო იცოდეთ არც დედასთან და არც დედამთილთან, ჩვენ დაქალები ვართ. რა თქმა უნდა, ეს იყო პირველი მინიშნება იმის, რომ ის რაღაცას განდევნიდა და რაღაცა ისეთ მნიშვნელოვანს მალავდა თავის არაცნობიერში, რომლის ესე გამოხატვაც არ სურდა. როდესაც დავიწყეთ თავისუფალი ასოციაციებით მუშაობა, მოკლედ რომ შევაჯამოთ, მისთვის პატარძალი ასოციაციურად იყო პატარა ძალის მქონე ადამიანი. და თეთრი კაბა, რომელიც განსაკუთრებულად ბევრი ბრჭყიალებით იყო მორთული, იყო სურვილი იმის, რომ დაენახა ხალხს.
ასევე სკამი, რომელიც იყო შემაღლებულზე და ის ზემოდან იყურებოდა და ზემოდან უყურებდა იმ ხალხს, მათ შორის დედას და დედამთილს, იყო მისი დაუოკებელი სურვილი, რომ მისი მეუღლისთვის ყოფილიყო ერთადერთი და ყველაზე მაღალად მდგომი ქალბატონი ოჯახში. აა როდესაც ეს სიზმარი გააცნობიერა ჩემმა პაციენტმა, მან თქვა ასეთი რამ, რომ დაახლოებით 10 წელია ქორწინებაში ვარ და არც ერთხელ არ მქონია კონფლიქტი, არც დედამთილთან და დედასთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. თუმცა მე ყოველთვის ვუბრაზობდი ჩემს მეუღლეზე, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ჩემს და მის მშობელს და მე ნაკლებ ყურადღებას მაქცევდა და მისი განმარტება ჩემს მიმართ იყო ის, რომ შენ რომ ჩემთან ხარ, ესე იგი მე უკვე პატივს გცემ. და მისი დაუოკებელი სურვილი, რომ მეუღლეს დაენახა უფრო შემაღლებულზე, გამოვლინდა სიზმარში. რომ ამ საკითხზე თვითონ არასოდეს არ უსაუბრია მეუღლესთან, უბრალოდ სიზმრის მანიფესტირების შემდეგ. სიზმარი გამოიწვია ისტორია იყო კონფლიქტი, როდესაც მეუღლე დათანხმდა საკუთარ დედას სადღაც გაყოლაზე და საკუთარ ცოლს თოли დატოვას ორ შვილთან ერთად სახლში და ანუ ქალაქიდან გავიდნენ და ძალიან გაბრაზებული იყო, რომ მეუღლემ მასე არ იზრუნა და დედას გაყვა რაღაც კონკრეტულ საქმეზე. და ზუსტად ამ ბრაზიდან სადღაც 3 დღეში ესიზმრება ეს სიზმარი. ეს არის მე ვფიქრობ ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ ხდება ჩვენი განდევნილი სურვილები მანიფესტირება სიზმარში. თუ რატომ სიზმარში? იმიტომ რომ მას ჰქონდა იმის სურვილი, რომ დედამთილისთვის ყოფილიყო საუკეთესო რძალი, რადგან მანამდე ხშირად იყო ნათქვამი, რომ სხვა რძალი ძალიან უხეში იყო და დედამთილზე არ ზრუნავდა და ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ყველა აქებდა, რომ აი როგორი ზომიერი, ზრდილობიანი და ძალიან კულტურული რძალია და ამ სტატუსის დაკარგვის გამო ის არასოდეს არ ავლენდა თავის რეალურ სურვილებს ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ ფარული ბრაზები მას ჰქონდა. კი ბატონო. ფსიქოანალიზმა გვაჩვენა, რომ უპირატესად სექსუალური იმპულსები ექცევიან კულტურული დათრგუნის ქვეშ და იმპულსის ერთ-ერთი ღირებული თვისება უახლოეს მიზნებზე გადახრა. ამით სუბლიმირებული ლტოლვა თავის ენერგიას უკვე კულტურული განვითარებისთვის იყენებს. იმპულსის მეორე ნაწილი რჩება დაუკმაყოფილებელი და არაცნობიერად მოითხოვს დაკმაყოფილებას, თუნდაც გაუკუღმართებული გზით. და უკვე გვიბრუნდება სტიმულის სახით. განდევნის მექანიზმი წარმოადგენს ცენტრალურ მცდელობას ფროიდთან იმის ასახსნელად, თუ როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ფსიქიკა მაშინ, როცა მიუღებელი სურვილები, ფიქრები ან წარმოდგენები იბრძვიან ცნობიერ სივრცეში გამოჩენისთვის. და სწორედ ამ დროს იწყებს მოქმედებას განდევნა. რაც უფრო აქტიურად ცდილობს იმპულსი, რომ შემოვიდეს ცნობიერში, განდევნა მით უფრო მეტად ან განდევნა უფრო მეტად ხორციელდება და მე უფრო მეტად აძლიერებს თავის დაცვით მექანიზმს. განდევნა არის ფსიქიკური მექანიზმი, რომლის დროსაც მიუღებელი ან მიუწვდომელი სურვილი წარმოდგენა ცნობიერიდან გაუცნობიერებელში ხდება გადატყორცნილი. და ეს ხდება იმ მიზნით, რომ სუბიექტმა თავი დაიცვას შფოთვისგან ან შინაგანად მიუღებელი იმპულსების გაცნობიერებისგან. განდევნა ცნობიერი პიროვნებიდან მედან კანონზომიერად მომდინარეობს და ეთიკურსა და ესთეტიკურ მოტივებს ემყარება. განდევნა ეგოისტურ და აგრესიულ ლტოლვებსაც ეხება, რომელიც შეიძლება აგრესიული სახითაც კი გამოვლინდეს. და მათ შორის ეგრეთ წოდებული ბოროტების სახელითაც შეიძლება გამოვლინდესო, გვეუბნება ფროიდი. და მე მახსენდება ამაზე ჩემი 10 წლის გოგონას შემთხვევა. გოგონა მოიყვანეს ჩემთან, იმიტომ რომ მას ჰქონდა შიშები, ღამე ვერ იძინებდა და ერთ-ერთი გამოხატული შიში იყო
დედის დაკარგვა, იმიტომ რომ სიზმარში ხშირად ნახულობდა როგორ კვდებოდა დედა. და როგორ კარგავდა დედას და ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სიზმარს ყვებოდა, თან ტიროდა და მეუბნებოდა, რომ აი დამიჯერეთ, დედას გეფიცებით არ მინდა რომ დედა მოკვდეს, მე ის ძალიან მიყვარს. იმდენად განიცდიდა, რომ რაღაც ეტაპის მერე ანუ ძილის დაარღვევა განვითარდა, ანუ აა არ ქონდა სრულყოფილი ძილი, პერიოდულად ეღვიძებოდა, ეძინა დედასთან, მამის მიმართ ჩამოუყალიბდა ბრაზი და აგრესიული ურთიერთობა. და ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ უკვე ზაფხულის პერიოდი იყო და მიდიოდნენ დასასვენებლად, როდესაც აღმოჩნდა ისე, რომ სესიაზე მუშაობის დროს ამბობს ესეთ რაღაცას, რომ აიო, თქვენო ხანდახან მე მეუბნება, ხო დადიხართო სადღაცო სემინარებზეო რომ მეუბნებითო და მე ვეუბნები, რომ კი მეტი. აიო, დედა ჩემი არსად არ მიდის და არ შეიძლება ხანდახან რომ წავიდესო? და ზუსტად ამის მერე იწყებს ტირილს რაღაც ეტაპი ის გადის, სრულდება ეს სესია და ორი სესიის შემდეგ მოდის და მეუბნება, რომ მეო თქვენო ერთ რაღაცას არ გეუბნებოდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანიაო. ეს იყო ის, რომ მას სურდა, რომ დედა გამქრალი ყო მისი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ ართმევდა მამის სიყვარულს. და რაში გამოიხატებოდა ეს? ის ყვებოდა, როგორ სახლში ერთად ყოფნის დროს დედა როგორ იყო მუდმივად მამასთან და მამას არ ქონდა მის აღქმაში დრო, რომ საკუთარი შვილისთვის დაეთმო დრო. და ის ბრაზობდა, რომ მამას უყვარდა უფრო მეტად დედა, მიუხედავად იმისა, რომ იცვამდა ჩემი პატარა პაციენტი დედასნაირად კაბებს, უყვარდათ ერთნაირი კაბების ჩაცმა, ცდილობდა, რომ თმა ზუსტად ისე გაეკეთებინა, ის ვერ იღებდა იმ აღიარებას, რაც აღიარებაც ჰქონდა დედას მამისგან. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი იმ აგრესიული ლტოლობის განდევნის, როდესაც 10 წლის ბავშვმა დაახლოებით სადღაც 6-7 თვის მუშაობის შემდეგ ანუ გააცნობიერა, ამოთქვან, გადაამუშავა ანალიზში და მის ერთ-ერთი სურვილი იყო, რომ დედას გაეჩინა მეორე ბავშვი და სურვილი იყო არა იმიტომ, რომ დაანძმა ყოლოდა, იმიტომ, რომ დედა დაკავებულიყო იმ ბავშვით და ბავშვს დარჩენოდა მამა. კი ბატონო. როდესაც რა მოხდა მას შემდეგ, როდესაც გაცნობიერდა, ბავშვს გაუფუჭდა ურთიერთობა დედასთან პირველი პერიოდი, ძალიან აგრესიული იყო და დედა იყო ძალიან შეშფოთებული, რა თქმა უნდა, ხა ეს ბუნებრივი პროცესი იყო და რაღაც ეტაპის შემდეგ უკვე ზაფხულის არდადეგებზე მოხდა ეს ურთიერთობის გაფუჭება, სექტემბერში ბრუნდებიან და ბავშვი მიყვება, რომ მე ჩემი ყველა ბრაზი გამოვხატე დედის მიმართ და მე აღარ მინდა რომ ის გაქრეს. მე მივხვდი რომ დედა მიყვარს. და ძალიან ესეთი ბედნიერი იყო იმით რომ შეძლო საკუთარი განცდების და ბრაზების გამოხატვა, რომელსაც მანამდე ფარავდა და სიყვარულით და ზრუნვით ესე ფუთავდა, ასე რომ ვთქვათ. კი ბატონო. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი არის იმწავე აკრძალული სექსუალური სურვილები, რომელიც განდევნილია, რა თქმა უნდა, და შესაბამისად ავადმყოფური ანუ სიმპტომი აკრძალული დაკმაყოფილების ჩანაცვლება, ხოლო დაავადება, როგორც ფრეიდი ამბობს, ამორალური არასრულყოფილი ძლება. სექსუალური აგრესიული იმპულსები, რომელიც ძირითადად ადრეულ ბავშვობაში არის წარმოქმნილი, აკრძალული სურვილები, როგორც არის მაგალითად ოჯახურ ტაბუსთან დაკავშირებული ინცესტუალური სურვილები, ტრამბული ან დამანგრეველი გამოცდილებები, რომელიც ცნობიერებისთვის მიუღებელია, ყოველთვის განდევნილია მის მიერ. და ყოველი მისი მცდელობა დაკავშირებულია იმასთან, რომ არ ამოვიდეს ეს გამოცდილებები ცნობიერში და არ შეექმნას მეს საფრთხე. როდესაც არაცნობიერი იმპულსი ვერ აღწევს ცნობიერ სივრცეს ან არ ცნობიერდება, ამ დროს ხდება ფსიქიკური კონფლიქტი.
პირველადი განდევნის გარდა, ჩვენ ვხვდებით გარდამავალ მეორად გავლენას ფროიდთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთხელ იმპულსმა მოახერხა ცნობიერში ამ შემოღწევა, გაცნობიერება, თუმცა სწრაფად მოხდა მესმიერ განდევნა, აქტიურად მოხდა დავიწყება ცნობიერებიდან და კვლავ ცდილობს დაუბრუნდეს იმ ცნობიერს. და იმპულსები მეორადი განდევნის დროს გაცილებით უფრო აგრესიულია და ცდილობენ უკან დაბრუნებას. მასთან დაკავშირებული ენერგია რჩება და ხშირად ჩნდება ხოლმე სხვადასხვა ფორმით სიმპტომში. ის უბრუნდება ფსიქიკას სხვადასხვა ირიბი გზებით, სიზმრებით, წამოწდენებით, სიმპტომებით, შფოთვებით. მაქსიმალურად ცდილობს, რომ მიაღწიოს საწადელს და ცნობიერში ქცევაში განხორციელდეს, გაცნობიერდეს. ფროიდის ადრეულ მოდელში, როდესაც ის საუბრობდა ნევროზებზე 1895-1900 წლების ნაშრომებში, ფროიდი თვლიდა, რომ განდევნა ქმნის შფოთვას. როდესაც ხორციელდება განდევნის მექანიზმი, მაშინ წარმოიშვება შფოთვა. შემდგომ შედარებით უფრო ნაგვიანებ ნაშრომებში, უკვე 1920-იან წლებში, მან შეცვალა თავისი მიდგომა და თქვა, რომ შფოთვა წინ უსწრებს განდევნას და შფოთვითი განგაში აიძულებს ფსიქიკას მეს, რომ იმპულსი განდევნოს ცნობიერიდან იმისათვის, რომ ცნობიერ მდგომარეობაში იყოს წესრიგი და სიმშვიდე. ამისი ძალიან კარგი მაგალითი არის ფროიდის კლინიკიდან ანა-ოს შემთხვევა, რომელიც ძალიან ცნობილი შემთხვევაა და მისი ისტერიული სიმპტომები, როგორც იყო სხეულის ნაწილების დამბლა, სიბრმავე, მას ეს სიმპტომები გაუჩნდა მას შემდეგ, რაც მან დაივიწყდა განდევნა მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებული განცდები და გრძნობები და ფროიდი აღწერს, როგორ გაუქრა სიმპტომები მას შემდეგ, რაც მან გააცნობიერა და სიტყვებად ჩამოაყალიბა. ანუ სიტყვაში გადაიტანა ის თავისი განცდები და დანაკარგი. და მან ამ მეთოდს უწოდა კათარსისი. ლაკანისეული გაგებით განდევნა არ არის მხოლოდ მექანიზმი, რომელიც კონკრეტული შინაარსის ცნობიერებიდან განდევნას ეხება. ლაკანი ამ მექანიზმს ახალ სტრუქტურულ კონტექსტში აყენებს და ენობრივ სიმბოლურ სურვილთან მიმართებით განიხილავს. ლაკანი გვეუბნება, რომ რაც განდევნილია, ის უბრუნდება რეალობას ენის საშუალებით, ენის სიმბოლოს საშუალებით. ლაკანი განდევნას არ განიხილავს, მოგზანდით, გამარჯობა. ლაკანი განდევნას არ განიხილავს მხოლოდ ფსიქიკურ თავდაცვად, მისთვის ეს არის ენა სუბიექტის კონსტიტუციური სტრუქტურა. სურვილის ორგანიზაციის შედეგი და სუბიექტის ადგილი სიმბოლურ წესრიგში. ნევროზში სურვილის გამოჩენა იწვევს შფოთვას და მისი სიმბოლურად განხორციელება შეუძლებელია, ამიტომ ხდება სწორად მისი განდევნა, რეპრესია. ცნობიერი მდგომარეობიდან და გვიბრუნდება უკვე სიმბოლოს სახით. განდევნა არაა მხოლოდ სურვილის გაჩენა და მისი შენახვა უჩინარ სივრცეში, ის არის ნიშნის გამორიცხვა სიმბოლური წესრიგიდან, რაც განდევნილია, ის გვიბრუნდება სხვა ნიშნით, რომელიც ვლინდება სიმპტომში, სახეცვლილი სახით. განდევნა ხდება იქ, სადაც სურვილი ეჯახება აკრძალვას და ჩნდება განდევნილი სურვილის დაბრუნება აკვიატებებში, მოქმედებებში და სიზმრებში. 1890-იან წლებში ფროიდმა, როდესაც დაიწყო ნევროზებზე მუშაობა, ის საუბრობდა ფუნქციონალურ ნერვულ დაავადებაზე, რომელიც თავიდან ამბობდა, რომ ნევროზი ეს არის ფუნქციონალური ნერვული დაავადება, რომელიც არ ქმნის ორგანულ ცვლილებებს. და საუბრობდა ნევრასთენიაზე, შფოთვით ნევროზზე, ფსიქონევროზებზე, როგორც არის ისტერია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. პირველადი კლასიფიკაციით ფროიდი ნევრასთენიას განმარტავდა ნერვული ენერგიის ამოწურვად, განლევადობად, როდესაც ადამიანს აქვს მუდმივი დაღლილობის, უენერგიობის განცდა, თუმცა მას ფიზიკურად არაფერი მძიმე შრომა არ ქონია.
მუდმივად ასთენიურ მდგომარეობაშია და უჩივის უენერგიობას. შფოთვით ნევროს ფროიდი ეძახდა სექსუალური ენერგიის არასწორი განაწილების შედეგს ან სექსუალური ენერგიის აღკვეთის შედეგს. ნევრასთენია შემდგომ უკვე ის საუბრობდა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაკუთვნოთ მელანქოლიას. ნევრასთენია არის სომატური წარმოშობის ნევროზი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია არასრულფასოვან სექსუალურ ცხოვრებასთან და დააკავშირა მელანქოლიასთან, იმიტომ რომ მისი გამოხატულება ძალიან გავდა მელანქოლიურ მდგომარეობას. არასრულფასოვან სექსუალურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, როგორიც არის კოიტუსის შეფერხება, განზრახ შეწყვეტილი სქესობრივი აქტი, ფსიქიკური ონანიზმი, სექსუალური აგზნების შენარჩუნება, ფანტაზიების საშუალებით ფიზიკური განტვირთვის გარეშე, ზოგჯერ რეგულარული, მაგრამ არასრული ეიაკულაცია ასევე იწვევდა ნევრასთენიას. რომ ისინი ვლინდებოდა სიმპტომების სახით შემდეგნაირად. ნევრასთენიის დროს ხშირი იყო თავის ტკივილი, მუდმივი ან ხშირი თავის ტკივილი, რომელიც იწვევდა შინაგანი წნევის შეგრძნებას, დამძიმებულობის განცდას თავის არეში, კეფის არეში სიმძიმის განცდას. ზურგის ტკივილს, ხერხემლის მიდამოში და სიმძიმის განცდას აქვე. ინტოქსიკაციის მსგავს მდგომარეობა არის ასევე სიმპტომებში გამოვლენილი ნევრასთენიის დროს, როგორც არის სისუსტე, უენერგიობა, მომატებული გაღიზიანებადობა, მუდმივი დაღლილობა, мотиваციის და ხალისის დაკარგვა. სექსუალურად სუსტი აგზნება ან ნაადრევი ეიაკულაცია. შემცირებული კონცენტრაციის უნარი და ნევრასთენიის დროს ადამიანები ძალიან ხშირად უჩივიან ხოლმე კონცენტრაციის უნარს, მაგალითად კითხულობს, მაგრამ რამოდენიმე ფურცლის შემდეგ უჭირს გააზრება, არა იმიტომ რომ რთულად წერია, იმიტომ რომ ყურადღება ეფანტება, იმიტომ რომ მარტივად შეიძლება რაღაცეებზე ყურადღება გადაერთოს. დეპრესიული ფონი ფიზიოლოგიურად გამოხატული და აქ მკვეთრად ხაზს უსვამს ამ ფიზიოლოგიურად გამოხატულს, რადგან არ არის დეპრესია და უკავშირდება მელანქოლიას და არა დეპრესიულ მდგომარეობას. ფროიდი ამბობდა, რომ ნევრასთენია ეს არის ლიბიდოს არასწორი გადანაწილებით გამოწვეული ნევროზი და ზუსტად ამ არასწორი გადანაწილების ხარჯზე ადამიანს აღარ აქვს რესურსი ენერგიის და შესაბამისად განიცდის მუდმივად დაღლილობას, მუდმივად გაღიზიანებადობას, ufასიათობას, უენერგიობას და კონცენტრაციის დაკარგვას, იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსი ეხარჯება. შფოთვის ნევროზის დროს ის გამოყოფს შემდეგ ძირითად სიმპტომებს. ეს არის მუდმივი და პაროქსიზმული შფოთვა, პანიკური შეტევები, ფობიური მოლოდინები და შფოთვის ნევროზის ძირითადი გამომწვევი მიზეზები. ეს არის სექსუალური ცხოვრების აღკვეთა აბსტინენცია. კოიტუსის შეფერხება. ქალის მხრიდან ორგაზმის მუდმივი ვერ მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს სექსუალური აქტი, ის ვერ აღწევს ორგაზმს. სქესობრივი აქტის სუბლიმაცია ან შეცვლა ფანტაზიით. ზოგჯერ ზედმეტი სქესობრივი აქტიობა ორგაზმის გარეშე. რაში გამოიხატება ეს? მუდმივად აქ მზაობა, რომ კონდეს სექსუალური სქესობრივი აქტიობა, შეიძლება დღის მანძილზე აქ სურვილი ხშირად გაიმეოროს, თუმცა ორგაზმის მიღწევა მისთვის არის პრობლემა. ეს განსაკუთრებით ხშირად გამოკვეთილია ხოლმე ქალებში და ჩემ პაციენტებთან ეს ძალიან კარგად ჩანს ხოლმე მუშაობის დროს. ისინი ამბობენ, რომ მათ ქმრებს არ აქვთ იმის უნარი, რომ მათი სექსუალური მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ, ოღონდ რეალურად აქ ხდება რა ის, რომ მათი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ხდება. პრობლემა არის, რომ მათი სქესობრივი აქტის დროს არ დგება ორგაზმი, რაც უჩენს დაუკმაყოფილებლობის განცდას და სურვილს, რომ გამეორდეს სქესობრივი აქტი იქამდე, სანამ არ დადგება ორგაზმი. შფოთვის ნევროზს ფროიდი უწოდებდა ლიბიდოს გადაუმუშავებელ ენერგიას.
რომელიც სომატიზირდება სიმპტომებში. და ეს სიმპტომები არის პაროქსიზმული შფოთვა, პანიკური შეტევები, შფოთვითი მუდმივი მოლოდინები და სულ ყველაფერზე შფოთვა და ნერვიულობა, მუდმივი დაძაბულობა, შფოთვით გამოწვეული ფობიები, განსაკუთრებით გამოყო აგორაფობია და მონოფობია. ვეგეტატიური სიმპტომები, როგორც არის ტახიკარდია, მუდმივად დაჩქარებული გული და სულ პულსს ისინჯავენ, მომატებული ოფლიანობა, საუბრის დროს ქოშინი, კანკალის განცდა და დისტრესის გრძნობასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომები, როგორც არის კუჭის მოულოდნელი ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება არანაირ დაუშვათ ინტოქსიკაციას, რაიმე მძიმე საკვების მიღებას, აი ესე უცებ ხდება მოულოდნელი ტკივილის წარმოშობა. შეკუმშვის შეგრძნება, განცდა იმის, რომ თითქოს გული შეეკუმშა და ვერ შეძლო ჩასუნთქვა ან ამოსუნთქვა, ეს განსაკუთრებით ისტორიულ პაციენტებში ძალიან ხშირად არის ხოლმე. ღებინება ან ღებინების შეგრძნება, როდის ვლინდება, როდესაც ინფორმაცია, რომელიც მათ მიიღეს, არ უნდათ რომ ინფორმაცია, რომელიც არ უნდათ რომ მიიღონ და გადაამუშავონ, ცდილობენ ამ ინფორმაციის უკუგდებას. ღამით შფოთვით გამოღვიძება, არასრულყოფილი ძილი და არასრული ძილის ციკლი. თუმცა, როდესაც ვეკითხებით პრაქტიკაში, რომ რა არის ძილის დარღვევის მიზეზი, ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი მათ იდეალურად ავთ, უბრალოდ არ ეძინებათ. შფოთვითი ნევროზი არის ლიბიდოს ენერგიის არასაკმარისი ფსიქიკური გადამუშავების შედეგი, როდესაც სექსუალური ენერგია ვერ პოულობს ფსიქიკურ არხს, რომ გათავისუფლდეს, გამოხატოს თავის თავი და ამიტომ გამოხატულებას პოვებს ფიზიკურ სიმპტომებში და სწორედ ამიტომ ვლინდება პაროქსიზმული შფოთვით, სუნთქვის დათრგუნვით, შეკუმშვით, კუჭის ტკივილით და მსგავსი შემთხვევებით. მე მიდეხარ ჩემი ერთი კლინიკური შემთხვევა მოვყვე, ცოტა უფრო დეტალურად, შფოთვითი ნევროზის შემთხვევის. ეს იყო ქალბატონი, რომელიც ჩემთან მოვიდა, ჯერ კიდე ახალი დაწყებული მქონდა ბევრი წლის უკან თერაპიაში. ის იყო 30 წელზე ცოტა მიდის, საიდენტიფიკაციო რაღაცების დასახელებისგან მაინც თავს შევიკავებ და მისი პრობლემა, როდესაც ჩემთან მოვიდა, ეს იყო მოусმენობა და შფოთვა. და მისი მოთხოვნა ჩემთან და მიზანი რაც იყო, რომ მე უნდა მომეხსნა მისგან შფოთვა. მისი სურვილი იყო, რომ ჩვენი თერაპია ყოფილიყო ხანგრძლივი, იმიტომ რომ მანამდე მას ჰქონდა თერაპიული გამოცდილება და რაღაც თერაპევტისგან სწრაფად დასრულებული პროცესი, რის გამოც ძალიან გაბრაზდა და დაახლოებით 6 თვიანი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა მეორე რეცადაბედი. ტელეფონზე ძალიან დიდხანს მიხსნიდა, როგორ საჭიროებდა თერაპიას და როგორ უნდოდა, რომ მე მისთვის დრო დამეთმო. და რა თქმა უნდა, როდესაც მოვიდა ჩემთან, ამბობდა, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც არის, ეს არის შფოთვა და ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები, იმიტომ რომ ძალიან წარმატებული ქალბატონი იყო, ძალიან კარგი სტატუსით, თავს ვიკავებ შეგნებულად პროფესიის დასახელებისგან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ჩაცმულობა, რომელიც აუცილებლად შემდეგ ინტერპრეტაციაში გაჟღერდება. ეცვა ყოველთვის ნეიტრალურად. მისი ჩაცმულობის სტილი უმეტესად იყო შარვალი და პერანგი. მის ჩაცმულობაში არასოდეს არ იყო გამოკვეთილი ქალური და უშუალოდ რაღაც სქესის მაიდენტიფიცირებელი არანაირი ნიშანი, არც ბეჭედი, არც და უშუალოდ არანაირი რაღაც მარტივი პომადა ან რაღაც თმაც კი ძალიან ისე აბურდულად და შემთხვევითად შეკრული ქონდა ხოლმე ან ძირთადად გაშლილი. თვითონ აღნიშნავდა, რომ ჰქონდა ჭარბი წონა, რომელიც მას არასოდეს არ აწუხებდა და ეს ჭარბი წონა იყო მისი მეგობრების და დედის პრობლემა და ამიტომ იძულებული იყო ხოლმე, რომ ყოფილიყო დიეტაზე, რომელიც მისთვის ნაკლებად იყო მნიშვნელოვანი. თერაპიის დროს ხშირად საუბრობდა ხოლმე, რომ სხეული არაფერი არ არის და სხეული იმისთვის გვჭირდება, რომ თავი ვატაროთ და ადამიანის ცხოვრებაში წამყვანი არის თავი.
სულ ხაზს უსვამდა თავის ცოდნას, თავის ინტელექტს და მუდმივად ცდილობდა დაენახებინა ჩემთვის როგორ ჭკვიანი იყო. ამ ყველა ქალს, რომელიც ცოტა უფრო გამოკვეთილად იყო ჩაცმული მის აღქმაში ვულგარულად, იყვნენ ძალიან სულელები და ისინი ამას აკეთებდნენ, იმიტომ რომ სხეულის იქით არაფერი არ ქონდათ და ვერ შეძლეს განვითარება და ინტელექტი არ ქონდათ, არ უწყობდათ მათ ცოდნა და გამოცდილება ხელს რომ ყოფილიყვნენ წარმატებულები და ამიტომ სხეულის ხარჯზე ცდილობდნენ მის განცდაში ყველა ის ქალი წარმატების მიღწევას. ძალიან უჭირდა თერაპიულ პროცესში ჩართვა, როდესაც მუშაობდით თავისუფალი ასოციაციებით, მუდმივად ცდილობდა რაციონალიზაციას და ახდენდა ფიქრების სელექციას და დაახლოებით 3 თვე დაგვჭირდა, რომ მეტნაკლებად მოშვებოდა ამ სელექციას და პირველ თავში რაც მოდიოდა ისე თქვა. რა თქმა უნდა, მუდმივად იყო მოწონების ნიშანიც, რომ დამენახა როგორ ჭკვიანი და ინტელექტუალი იყო. როდესაც საუბრობს ბავშვობაზე ამბობდა, რომ პრაქტიკულად არაფერი არ ახსოვდა და არც არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდა მის ბავშვობაში, თუმცა როგორც ჩვენ ვიცით, ყველაფერი მნიშვნელოვანი იქ ხდება და როდესაც დაიწყო საუბარი ბავშვობაზე, ის იყო ქალების გარემოცვაში გაზრდილი. და მამასთან ჰქონდა ბავშვობაში ურთიერთობა ფრაგმენტულად. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰქონდა სკოლის არდადეგები, რამოდენიმე თვით. სხვა დანარჩენ შემთხვევაში იზრდებოდა ქალების გარემოცვაში და ის ამბობდა საკუთარ დედაზე, ამბობდა, რომ იყო ძალიან ისტერიული ქალი და ყოველთვის ყველაფერს ისტერიკით გამოხატავდა და ვერ იტანდა ისტერიულ ქალებს, ამიტომ როდესაც თერაპევტს ვეძებდი, პირველი ვიკითხე, ისტორიჭკა ხომ არ არის, ან გადაამოწმა თან. მეორე რაც იყო, დედა ყოველთვის მოწესრიგებული დადიოდა, მისგან განსხვავებით, ქალურობა ჰქონდა, ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდა, რაც როგორც ჩემი პაციენტი იხსენებს, ბავშვობაში მას ძალიან აღიზიანებდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მამაკაცის ყურადღების ცენტრში იყო. განშორებულები იყვნენ მშობლები და დედას ჰქონდა რამოდენიმე გამოცდილება პარტნიორებთან ურთიერთობის და ეხლა დედა არის ქორწინებაში. თვითონ ამბობს, რომ დედა იმდენად სულელია, რომ ის კი არ არის დედაჩემი, მე ვარ დედამისი და ის ჩემი შვილია და მე ვიშვილე და მე ვზრდი. და როდესაც ასოციაციურად ემოციები მოდიოდა ხოლმე, ყოველთვის ჰქონდა წინააღმდეგობა და ბრაზი და ამბობდა, არა, მე ისტორიჭკა არ ვარ, მე არასოდეს გამოვხატავ ამ ემოციას, მე ძალიან ჭკვიანი ვარ. საუბარში საუბრობდა მამაკაცების მიმართ ზიზღზე და მათ უსუსურობაზე და ამბობდა, რომ ყველა მამაკაცი შტერია და მარტო ერთი რამ უნდათ ქალისგან. მის ცხოვრებაში იყო ერთი ქალი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემს, ეს არის ბებია, მამის დედა, რომელთანაც თვითონ ამბობს, რომ ყველა მე მასთან მაიდენტიფიცირებს, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი და ძლიერი ქალი იყო. მაგრამ მისი აღქმით ბებია იყო საცოდავი, რადგან მეუღლე ღალატობდა, ჰქონდა ფიზიკური ძალადობის გამოცდილება და შვილი, ანუ ჩემი პაციენტის მამა, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი დიაგნოზი, თუმცა ეს კაცი იყო იმპულსური, აგზნებადი, უფუნქციონალ არ მუშაობდა და პრაქტიკულად ბებია იყო წამყვანი ამ ოჯახში. ბაბუაც იყო ადამიანი, რომელიც როგორც ჩემი პაციენტი ამბობდა, ძაღლივით გარე-გარე დაიარებაო. თვითონ მამასთან ურთიერთობას ძალიან ხანგრძლივად არ ეხებოდა და ბოლოს როდესაც შეეხო, ეს იყო ფრაგმენტული გახსენება, როდესაც ამბობდა, რომ მას ჰქონდა მხოლოდ ზაფხულში ურთიერთობა და საკუთარ თავს აღიქვამდა სათამაშოდ, იმიტომ რომ როდესაც მე სულ იყო უხასიათოდ, მაგრამ როდესაც ჩემთან ჰქონდა ურთიერთობა, ის ძალიან კარგ ხასიათზე იყო, კმაყოფილი იყო და ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მიდი მამას დაელაპარაკე, რომ კარგ ხასიათზე იყოს და ანუ რაღაცა გართობის ელემენტი იყო ჩემი ურთიერთობა მამასთან.
მამის დამოკიდებულება ქალების მიმართ იყო ძალიან უცნაური და ის იხსენებს, როდესაც მამა ამბობდა, რომ ყველა ქალი, რომელიც ზაფხულში შედარებით უფრო თავისუფლად იცვამს, არის მსუბუქი ყოფაქცევის და არ შეიძლება ქალმა თავისი სხეული გამოაჩინოს. ხშირად ბრაზობდა იმ ადამიანებზე, ვინც ასე დადიოდა, იმიტომ რომ ისინი აიძულებენ მამაკაცებს, რომ გაუჩნდეთ სურვილი, სექსუალური ლტოლვა და ამით შეიძლება მამა ხშირად ამბობდა, რომ მე შემდგეს ესეთი დაავადება, როგორც არის სიფილისი. ამ ძალიან საინტერესოა მისი დამოკიდებულება ასევე სისუფთავესთან. აქ მხოლოდ მამაკაცების მიმართ ძალიან მკაცრი მოთხოვნა სისუფთავის და ყოველთვის აკვირდება მამაკაცებს დღეში რამდენჯერ იბანენ ხელს ვისთანაც აქ ურთიერთობა. აქვს მამაკაცების სუნების მიმართ ზიზღი და მიუხედავად რომ თვითონ ყავდა პარტნიორები და მრავალი პარტნიორი ყავდა ჩემს პაციენტს, ყოველთვის ყველას აიძულებდა, რომ დღეში რამდენიმეჯერ ებანავათ და ძალიან ბევრი სუნამო დაესხათ, იმისთვის რომ ადამიანის სუნი არ ჰქონოდათ. აა საკუთარ სექსუალობაზე დაიწყო მას მერე საუბარი. მისი პარტნიორებთან ურთიერთობა იყო ხანმოკლე, არასოდეს არ ჰქონია ხანგრძლივი ურთიერთობა და თვითონ ამბობდა, რომ სექსი ეს არის საჭიროება ფიზიოლოგიური და არასოდეს არ ჰქონია ორგაზმი და არასოდეს არ ჰქონია არანაირი სიამოვნება, მათ შორის თვითდაკმაყოფილების დროსაც. რა თქმა უნდა, აუცილებლად იკვლია ანორგაზმია ექიმებთან ფიზიოლოგიურად და არ დაუდასტურდა, ბუნებრივია. აა და ერთ-ერთი შემთხვევის დროს, როდესაც გამოჩნდა ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც გაუჩნდა ჩემი პაციენტის მიმართ რაღაც განცდები, მან დაიწყო უკვე დაახლოებით 2 წლიანი ანალიზის შემდეგ საკუთარ სექსუალობაზე საუბარი. და ის ყვებოდა, რომ მას არ სურდა ეს კაცი მიუხედავად რომ ძალიან მოსწონდა, მას არ სურდა ეს ერთადერთი შემთხვევა, რომ შეყვარებოდა ის კაცი, იმიტომ რომ მას სუნი ჰქონდა. და თავისი ეს აკვიატება სისუფთავის და სუნის მიმართ იყო ძალიან ისეთი გამძაფრებული. მოზარდობის პერიოდში იხსენებს, ხო რაც ძალიან მნიშვნელოვანი ასევე რომ არ გამომრჩეს, როგორ დაყავდათ ოჯახის წევრებს ეკლესიაში და აიძულებდნენ ლოცვას და აღსარების ჩაბარებას და ეს ის პერიოდია მოზარდობის 12-13 წელი, როდესაც მან აღმოაჩინა, რომ თუმე შეიძლება თვითდაკმაყოფილება და როდესაც ეს გააჟღერა, სასიკვდილო ცოდვად აღიარეს და ძალიან დიდი დანაშაულის განცდა გაუჩნდა. და ის ამბობდა, რომ ეს იყო მისთვის მომაკვდინებელი ცოდვა. კლასიკურად შფოთვის ნევროზის სიმპტომია, აკრძალულია სექსუალური ლტოლვა და მისი სექსუალური თანაცხოვრება იყო მხოლოდ ფიზიოლოგიური მოქმედება, არანაირი გამოხატვით. თვითონ ამბობდა, რომ აი შეიძლება გაგეცინოს, როდესაც მე პარტნიორთან სექსი მაქვს, მაგ დროს მე მეორე დღის შეხვედრაზე ვფიქრობ, რა უნდა ჩავიცვა და როგორ უნდა დავითანხმო მოლაპარაკებაზე ის ადამიანი, ვისაც უნდა შევხვდე. ან პრაქტიკულად პროცესშიც არ იყო ჩართული. განდევნილი ქონდა ყველანაირი ქალურობა და თვითონ ერთ-ერთი თერაპიის დროს სანამ ამ ყველაფერს გააჟღერებდა, ამბობდა, რომ მე ყოველთვის მსურდა მყოლოდა ისეთი დედა, რომელიც ჩაიცვამდა ქალურად, მაგრამ მოკრძალებულად, იმიტომ რომ არავის არ ეთქვა, რომ დედა შენი ბოზია, იმიტომ რომ იმ პერიოდში ვიყავი მე ბავშვი, როდესაც გაშორებულია ქმარს არ უნდა ყავდეს სხვა პარტნიორი და ყოველთვის მინდოდა მყოლოდა ისეთი დედა, რომელიც თერაპიის პროცესში უცებ მეუბნება, რომ თქვენსავით სიმშვიდეს შეინარჩუნებს. და როდესაც რა თქმა უნდა გავდედით სუპერვიზიას, მან ტრანსფერი გააკეთა თავის ფანტაზმურ დედასთან, ჩემთან, ან მის წარმოსახვაში. და ერთ-ერთი სესიის დროს ამბობდა, რომ მე არ მსურდა მესაუბრებ ჩემს სექსუალობაზე, იმიტომ რომ არ დამეკარგა ის, რაც მივიღე თერაპიის პროცესში. რეალურად მის ფანტაზმური წარმოდგენა, რომ იყო ძალიან კარგი და თუ გააჟღერებდა თავის სექსუალურ სურვილებს, შეიძლებოდა მე უარი მეთქვა, იმიტომ რომ ერთხელ ქონდა უარის გამოცდილება თერაპიის პროცესში. ზუსტად სექსუალური გამოცდილების საუბრის შემდეგ.
აა, ისტერიის გამოვლინება და ასხლეტა საკუთარი რეალური პრობლემის და გახლეჩა და სიმპტომად იყო პანიკური შეტევები გამოვლენილი, ანუ თქვენ ჩემთან მოვიდა პანიკური შეტევების და შფოთვის მოსახსნელად და არა სხვა რაიმე პრობლემის, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე იმეორებდა, რომ სხვა ყველაფერი ძალიან კარგად აქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ძალიან უყვარდა კონტროლი და მნიშვნელოვანი იყო ყველა წვრილმანი ინფორმაცია სცოდნოდა, როგორც სამსახურში, ისე სახლში და დედის ოჯახშიც კი. ძალიან ამაყად ამბობდა, რომ ის იყო ერთადერთი მომგვარებელი ყველა პრობლემის და თუ რამეს ვერ აგვარებდა, ემართებოდა სრული აპათია და ის ამბობდა, რომ ესე იგი მე უსუსური ვარ, ისეთი სულელი ქალები ვით, როგორც სხვები არიან. და უსუსურობის განცდას გრძნობდა. მისთვის სიამოვნება, როდესაც ვსაუბრობდით ანალიზის პროცესში, მან თქვა ესეთი რამ, რომ ჩემი სექსუალური აღგზნება, როდესაც პირველად მე ვიფიქრე, წამომივიდა მამა ჩემის ფიქრები, როდესაც ის ამბობდა, რომ ყველა ქალი, ვისაც აქვს სურვილი, არის სუბიტყოფა ქცევის და დაკავშირებული იყო აკრძალვასთან და ინცესტთან. სისუფთავე, რომელიც კონკრეტულად მამაკაცებთან იყო დაკავშირებული, დააკავშირა დაავადებასთან, რომელსაც მამამისი ხშირად დაიშტერებდა და ეს იყო სიფილისი. და სანამ ამას გაიხსენებდა, მანამდე ამბობდა, როგორ არ უნდა იყვნენ სუფთები, ხო შეიძლება რაღაც გადამდონ და ზუსტად მანდ ჩერდება და რაღაც პერიოდის მერე ამბობს, რომ ეს არის ის, რაც მამაჩემმა თავის დროზე თქვა. აა ჩვენ ვიცით, რომ ნევროტიკი ყოველთვის იხდის ტანჯვით სიამოვნებისთვის, ხო? და ტანჯვის გარეშე მათი სიამოვნება არ ხდება. და ეს ტანჯვა ყოველთვის არის ფანტაზმური. თუ დაუშვებს, რომ მიიღოს სიამოვნება, მას ჰქონდა განცდა, რომ მე თუ მივიღე სიამოვნება, მე მივიღებ დაავადებას. და იმიტომ რომ ვიყო ჯანმრთელი, მე არ უნდა მივიღო სიამოვნება და აღკვეთა ჰქონდა ესეთი სიამოვნების კონტექსტში დადებული. მან თავისი ჩაცმულობაც კი, რატოც გავუსვი თავიდან ხაზი, იყო იმდენად შეუმჩნეველი, რომ ვერავის ვერ შეემჩნია და არანაირი გამოკვეთილი ხაზი იმისთვის, რომ ერთ-ერთ სესიაზე ის ამბობს, რომ მე არ მინდა ვიყო ქალი, მე არ მინდა დამინახონ როგორც ქალი, იმიტომ რომ და როდესაც ამას ამბობდა თანამატებს, ქალი ეს არის მამაკაცის სურვილის ობიექტი და მე არ მინდა ვიყო მამაკაცის სურვილის ობიექტი. აგზნება პირდაპირ დააკავშირა მამის აგზნებასთან და ინცესტუალურ სურვილთან, ამიტომ განდევნა მთლიანად მამაკაცის ხატი და თვითონ საკუთარ ფანტაზმში ყოველთვის, როდესაც ფიქრობდა, ის იყო პრივილეგირებული და წამყვანი და მამაკაცი ყოველთვის იყო უსუსური და უუნარო. და მის პარტნიორებს ყოველთვის ესეთები იყვნენ. მისი ფანტაზმი აქვე მოიცავს ქალის მიმართ სურვილს, რომლის გაანალიზებაც მას ძალიან გაუჭირდა და როდესაც გაანალიზა ძალიან დიდხანს ამუშავებდა ამ თავის სურვილს, იმიტომ რომ მისთვის ეს იყო გაჟღერება ისეთი რაღაცის, რასაც ხანგრძლივად გაურბოდა და ქალის მიმართ სურვილს, იმიტომ რომ არ არის უარყოფილი მამის მიერ და არ გულისხმობს აქ ინცესტს, ანუ მამა მას არ ეუბნება, რომ თუ ქალის მიმართ აქვს სურვილი, ეს სექსუალურია, ვულგარულია და ამიტომ ამით იცავდა თავს. მისთვის ინცესტის შიში იყო მომაკვდინებელი ცოდვა, რომელიც თავის დროზე მოზარდობაში ჩაიდინა, როდესაც თვითდაკმაყოფილება აღმოაჩინა და განახორციელა და ერთ-ერთი აღსარების შემდეგ გადაწყვიტა, რომ საერთოდ უარი ეთქვა სექსუალობაზე და მთელი რესურსი ჩადო თავის განვითარებაზე, რომ ყოფილიყო ჭკვიანი და ძლიერი ქალი, რომელიც შეძლებდა ყველაფერს. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცით, რომ ნევროზი ეს არის კასტრაციის შიში და განსაკუთრებით მწვავედ არის ხოლმე ქალებთან ის და ზუსტად ეს კასტრაციის შიში, იმიტომ რომ მის ცხოვრებაში არ ყოფილა მამაკაცი, არც ობიექტურად და არც დედის წარმოსახვაში, ან არ იყო მამაკაცი, რომელიც მოახდენდა კასტრაციას, რაღაც ჩარჩოს დაუდებდა. იყო მამა, რომელთანაც ჰქონდა ფრაგმენტული ურთიერთობა და როგორც თვითონ ამბობს, არავინ არ მოინდომა, რომ წაეყვანათ ექიმთან, თორე
აუცილებლად რაღაც პრობლემა მას ჰქონდა ფსიქიკური და შესაბამისად ძალიან როდესაც რაღაცას ვერ აკონტროლებდა და სამსახურში იღებდა რაღაც კონკრეტულზე უარს, მას უვითარდებოდა პანიკური შეტევა და შფოთვითი აშლილობა. Ქალის მიმართ სურვილი, როგორ ჰქონდა დაკავშირებული იმასთან, რომ მამა არ უძალავდა ხოლმე? ხო, ანუ მამაკაცის მიმართ სურვილი ეს იყო უკვე ვულგარულობა მის განცდაში და ეს იყო არა ჯანმრთელი ქცევა. ხო. და ქალის მიმართ მამას არ ჰქონდა რაიმე აკრძალვა და ამიტომ ამისთვის იქნებოდა მისაღები მისი ეს ქცევა. და დააკავშირა, მე ზუსტად მანდ დააკავშირა, ესე იგი, ჩემი მთელი ცხოვრება, ჩემი მთელი სურვილები იყო იქამდე, რომ მე მამისთვის ყოფილიყავი მისაღები და აღიარებული. კი ბატონო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ყოველთვის ახდენდა გამოცალკევებას თავისი პირადი ცხოვრებიდან, თავის სიმპტომებზე და შფოთვაზე და შფოთვას უკავშირებდა მხოლოდ გადაღლილობას და მისი ახსნა ესეთი იყო. 21 საუკუნეა, ყოველს აქვს შფოთვითი აშლილობა, რა პრობლემაა? ხო, burnout, კი ბატონო. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ ინტელექტუალი ადამიანები და რა პრობლემა 21 საუკუნეა. კი ბატონო. ეს იყო ის შემთხვევა, რომელიც მინდოდა რომ წარმომედგინა და რომ დავუბრუნდეთ ეხა თუ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით არ არის კითხვები, რომ დავუბრუნდეთ ისევ ნევროზს. ადრეულ თეორიაში ნევროზი განიმარტებოდა როგორც ლტოლვის განდევნის შედეგი. თუმცა ნევროზის კლინიკურ სიმპტომატიკაში ერთდროულად მონაწილეობს როგორც ეიროსი, ისე თანატოსი. და ფროიდის ნაშრომში უკვე სიამოვნების პრინციპებს მიღმა, რომელიც შედარებით მოგვიანებით ნაშრომია, ნევროზი არაა მხოლოდ ლიბიდოს და სიამოვნების აკრძალვის დაპირისპირების შედეგი. ნევროზი არის ეიროსის და თანატოსის ერთობლიობა და ნებისმიერ ნევროტიკის სიამოვნებასთან ერთად განიცდის ტანჯვას. ან ტანჯვის განცდა მასთან ყოველთვის შემოდის. ფროიდი აღნიშნავს, რომ სუბიექტი არა მხოლოდ განიცდის სიმპტომს, არამედ გაუცნობიერებლად ეწინააღმდეგება განკურნებას და ყოველთვის წინააღმდეგობაშია თერაპიაში. და ჩვენ ვიცით, რომ როდესაც თავისუფალი ასოციაციები შემოიტანა ფსიქოანალიზში ჰიპნოზის შემდეგ ფროიდმა ის ამბობდა, რომ მე აღმოაჩინე, რომ თერაპიულ პროცესში არის წინააღმდეგობა და პაციენტები ცდილობენ შეეწინააღმდეგონ რაციონალური ფიქრებით იმ არაცნობიერ განცდებს, რომელიც მათ ფსიქიკაში ცხოვრობს. სიმპტომი ეს არის ფსიქიკური კომპრომისი, რომელშიც ერთდროულად იძენს ძალას დათრგუნული სურვილები, თვითდასჯის და განმეორების იმპულსები. უკვე შემდეგ 1913 წლის ნაშრომში ტოტემი და ტაბუ ფროიდი ცდილობს ნევროზის ფესვების აღმოჩენას და ის ამბობს, რომ ეს არის არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კულტურულ ისტორიული კონტექსტიდან შეიძლება რომ განვიხილოთ. ნევროზი არის ფსიქიკის ევოლუციური განვითარების შედეგი, რომელსაც აქვს კოლექტიური წარმოშობა ტოტემის და ტაბუს სისტემაში დაფუძნებული. ფროიდის მიხედვით ნევროზი არის განდევნილი წადილის დაბრუნება სიმპტომში. ტოტემი არის მამის ფიგურის პროექცია და ტოტემის მოკვლა არის აკრძალული. ისევე როგორც სიმპტომში წარმოჩენილი სურვილი არის განდევნილი. ტაბუ ეს არის აკრძალვა და არქაული ზნეობრივი ინსტანცია. განდევნილი სურვილები, რომელიც არის დედის მიმართ ლტოლვა და მამისადმი აგრესია, იწვევს ძლიერ, მაგრამ გაუცნობიერებელ დანაშაულის განცდას. და ოიდიპოსის კომპლექსი ეს არის ინდივიდუალური ფორმით გამეორებული ტრავმა. ხოლო ნევროზი ეს არის სიმპტომების ინაზე ნათქვამი უძველესი დანაშაულის და აკრძალვის ამბავი. რაც შეეხება სექსუალობას, ფროიდი ამბობს, რომ სექსუალობის ბუნების მთავარი განსაზღვრელია თუ როგორ და რა ფორმით შეძლო სუბიექტმა ოიდიპოსის კრიზისის გადალახვა.
და თუ სუბიექტმა წარმატებით ვერ გადაალახა ოიდიპოსის ელემენტები, განიცდიან განდევნას და ამავე დროს მათ მუდმივად აქვთ სურვილი დაბრუნდნენ ცნობიერში და განხორციელდნენ ქცევაში, იყვნენ აქტიურ მდგომარეობაში, რაც უკვე იწვევს ნევროზის ჩამოყალიბებას. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ როგორც უკვე აღნიშნე, ნევროზი არის კასტრაციის შიში და კასტრაციას ყოველთვის ავითარებს მამა. მამა არის ამ კრძალავი ინსტანცია, მამა არის ჩარჩო, რომელიც ბავშვს გადასცემს კანონს და რომელიც არის ოიდიპოსის კომპლექსის ბირთვი. ალენ ვანიე ფსიქოანალიზის შესავალში წერს, რომ თავდაპირველად ფროიდი ნევროზებს დაცვის ფსიქონევროზთა ჯგუფს მიაკუთვნებდა. დაცვის ფსიქონევროზებს აერთიანებს საერთო ნიშანი, ეს არის შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტის არსებობა და ამ კონფლიქტის ბუნება სექსუალური ხასიათისაა. ფესვები კი ადრეულ ბავშვობაში აქვს გადგმული. დაცვის ფსიქონევროზები ტრავმატიზმსაც უკავშირდება. თუ ჩვენ საუბრობთ, რომ ვმუშაობთ ნევროზზე და ნევროტიზმზე, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ადამიანის ადრეულ ბავშვობის გამოცდილებაზე, იმისაც რომ ვიპოვოთ საფუძველი, საიდან ჩამოყალიბდა. თუ კი საწყისად ფროიდი თვლიდა, რომ ტრავმატიზმი ადრეულ ასაკში განცდილ ცდუნებებთან იყო დაკავშირებული, მოგვიანებით ის რწმუნდება, რომ ტრავმატიზმს როგორც ფსიქონევროზის მიზეზს რეალობასთან საერთოდ არაფერი აქვს კავშირი და ეს არის ინფანტილურ სექსუალობასთან დაკავშირებული, როგორც თავის თავში ტრამვული პოტენციალის შემცველი ფენომენი, ან ფანტაზმური ხასიათის. კი ბატონო. ეს არის ის, რაც მინდოდა, რომ დღეს გვესაუბრა. მაქსიმალურად ვიცადე, რომ არ ყოფილიყო ძალიან გავრცობილი, მაგრამ თან პრაქტიკული მაგალითებით. თუ არის რამე შეკითხვა, თუ არა და 29 ივნისამდე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მადლობა. რაღაც კითხვა არის, ერთი წამით აბა წავიკითხავ თქვენის ნებართვით. უკვე მოსყოდი ვერ მეკონი. შეიძლება ესეც დავარქვათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ პროპორციულად ნევროტიკები აუცილებლად მელანქოლიკები იქნებიან. აქ ნევროზის ერთ-ერთ ფორმას ნევრასთენიას გამოყოფს მხოლოდ და უკავშირებს მელანქოლიას და არა ის, რომ ყველა ნევროტიკი აუცილებლად მელანქოლიით არის დაავადებული. კი ბატონო. ისე. აი, თავის მიმართ სურვილი. თითქოს ხელიდან დაუსხლდა, ხო, ამის მიერ აკრძალვას. მაგრამ თვითონ ამბობდა, რომ უჭირდა ამაზე საუბარი, ხო? ან მაინც აკრძალულად აკითხავდა, ხო? ანუ ნახეთ როგორ რაღაც იყო, მამის აკრძალვას კი არ დაუსხლდა, დაავადებას დაუსხლდა მამის აღქმაში, რომ თუ მას ექნებოდა კაცებთან ურთიერთობა, შეიძლებოდა დაავადებულიყო და ამიტომ ირჩევდა პარტნიორებს და მუდმივად აიძულებდა, რომ დაებანათ. და ქალების შემთხვევაში მას ეს ზიზღი არ ჰქონდა და შესაბამისად არ სთხოვდა, რომ რაღაცა კი. კი ბატონო. სადღაც უნდა გავთიშო, ხო? თუ თვითონ გაითიშებ ეს. მადლობა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ანახვამდის. მადლობა მაია. კარგით, მადლობა და აბა შეხვედრამდე. თუ შეიძლება მე მაქვს ერთი კითხვა. კი, როგორ არა, გისმენ. უბრალოდ ცნობის მოყარეობა მძლია და მაინტერესებს ამ პაციენტის ისტორია, როგორ დამთავრდა ამ ქალის, რაც თქვენ ბოლო кейსად მოყევით, როგორ გაგრძელდა, ან ასე ვთქვათ, როგორ განვითარდა, თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია და თუ გინდათ რომ გაგვიზიაროთ. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და ბევრ პაციენტს მიგზავნის მადლიერების ნიშნად. დანარჩენზე მაქსიმალურად ვეცდები, რომ თავი შევიკავო, მაინც თბილისია და კიდე დამატებით რაღაცებს ვერ გავაშერებ. 3 წელი ვმუშაობდით. კვირაში რამდენი დღე? 2 დღე. კვირაში 2 სესია და
საწყისად ძალიან გაუჭირდა დაწოლა და დაახლოებით მერვე თვეს გადავიყვანე უკვე დასაწყოთ, მანამდე იჭდა პირისპირ, ძალიან უჭირდა, სულ ითხოვდა ჩემგან თვალით კონტაქტს. Actually, მოდის რომ მოსას ქალების მიმართ ასეთ იდეა, რომ აი ქალს თუ ქალურობის რაღაცა ისა არ არის ჭკვია. აქროს მოდის ქალთან, რომელსაც აქვს რაღაც ქალურობის შედეგები. და როგორ დამოკიდებულება განივიწყოთ თან? ხო, გითხარით, მან თქვა პირველი რაც თქვა, რომ მე მინდა ყოლდა ისეთი დედა, როგორც თქვენ ხართ. ხო, ეს მე თავიდან ხარ და თავიდან თვით მაგ დროს თქვა ზუსტად რომ შემოვედი მე შინოდა რომ არ ყოფილიყო წითელ პომადიანი ძალიან გამეცინებ ძალიან მყავს წითელი პომადა და იმ დღეს გაუმართლა რომ არ მესვა და მე უკვე ძალიან ისეთი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა იდეაში მას ქალურობაზე როცა ჰქონდა აქცენტი ჰქონდა ისტერიაზე და არა ფიზიკურ გამოვლინებას ან ყოველთვის ამბობდა რომ ყველა ეს ქალი არის ისტერიული და მხოლოდ თავისი სხეულით შეუძლიათ რომ მიიღონ სიამოვნება და ანუ მიიპყრონ ყურადღება და ამიტომ უსვამდა ხაზს თავის ინტელექტუალობას თუმცა ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად პირველ შემთხვევაში თერაპევტი ქალი იყო და ეს კატეგორიულად ქალი მოითხოვდა მეორე შემთხვევაშიც ქალი იყო და მან უკვე მე აი ანალიზის დროს როდესაც თქვა რომ ეს ტრანსფერი ქონდა რა თქმა უნდა მაშინ თქვა რომ მე არ შემეძლო მამაკაცის მიღება ფსიქოთერაპევტად იმიტომ რომ მას ექნებოდა ცუდი სუნი ესე იგი ზოგადად არ მარტო სიკვდილი ყველა მამაკაცის მეგობრებთანაც სულ მიხოც რომ ყავდა ბევრი მეგობრები ყველასთან ქონდა ეს დისტანცია და მამაკაცებს დაბადების დღეზე სულ ჩუქნიდა სუნამოებს კარგით, თუ რამე შეკითხვა არ არის, მაშინ დაგემშვიდობებით. მადლობა მაი. ბედნიერად. ობა. ნახვამდის.